საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგაწვდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას და ამავდროულად შესაბამისად განვიხილავთ იმ მომდინარე საფრთხეებს, რომელიც საფრთხეების საფუძველზე დღეს უკვე ეგრეთ წოდებული ოპოზიცია აორგანიზებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ ყველა იმ განცხადებებს, დადებით უარყოფით, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასე ხელისუფლების მხრიდან, თუ რა განცხადებები კეთება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით და შევაფასებთ ჩვენ მას როგორც მოითხოვს ობიექტურობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ და ასევე ჩვენ მიმოვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს საერთაშორისო ზეწოლებს, რომელიც ზეწოლების საფუძველზეც კურატორები და ლობისტები ახალისებენ ოპოზიციას და მიუთითებენ პირდაპირ რადიკალური ნაბიჯებისაკენ. ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით დღეს ვიმჯელებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ვეტერანი ბატონი გიორგი კერესელიძე, ჩვენი ხშირი სტუმარი არის ბატონი გიორგი, მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ჩვენ კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა არის დღეს ჩვენ ქვეყანაში და უკვე თითქმის თვე ხდება რა, თითქმის უკვე ამ გაურკვეველი, რომ მეტყვი რაღაც არ არის ეს გაურკვეველი, გეგმის ნაწილი არის, რაც ხდება დღეს დედაქალაქში და ქვეყნის რეგიონებში, ხო? სწორედ ზედმიწევით არის გაჭრილი ვაშლი გავს ერთმანეთს, როგორც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა მაიდანის მოვლენები, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან ქვეყანაში და ანალოგიური სცენარი არის. ზუსტად ზედმიწევით ეს ანალოგიური სცენარი არის და ამავდროულად ჩვენ ვიხილეთ ამ უკონტროლო და რა დავათქვა ამ ადამიანს ახლა ამ ქალს პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტი არის და ის უნდა ემორჩილებოდეს კონსტიტუციას, უნდა ემორჩილებოდეს კანონს, მაგრამ ის ამოვარდა ყოველგვარი კონსტიტუციის ფარგლებიდან, ამოვარდა ყოველგვარი ესე იგი რომ ვიტყვი საპრეზიდენტო პროტოკოლის გრაფიკიდან და გადავიდა პირდაპირ ზალადობრივი გზების მოწოდების საფუძველზე და სათავეში ჩაუდგა დღეს რევოლუციურ კომიტეტს. ჩვენ ასევე დღეს მოვიხილეთ განცხადება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის, მაგრამ მე ამას არ დავათქვი ოპოზიციური ლიდერს, ეს არის მევახშე, ეს არის ადამიანი, რომელიც თავის დროზე ქვეყანაში ჩაგრავდა და ქვეყანაში აუბედურებდა ჩვეულებრივ ქვეყნის მოქალაქეებს, ართმევდა სახლებს, ართმევდა რა ვიცი ბიზნესებს და უძავქონებებს და დღეს ხაზარაზე მოუწოდა ჯარს პირდაპირ რომ არ დაემორჩილოთო იმ მთავრობასო და ისა პირდაპირ მოწოდება იყო პირდაპირ არ დაემორჩილოთ. ანუ მან ესე იგი რაღაც გარკვეული მე რა აეჭვევი დამებადა იცი და სადღაც როგორი დასკვნა გავაკეთე. თქო მათ რა აქვს რაღაც გარკვეული საყრდენი ბირთვი თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალებში, საიდანაც ეს ამ ბირთვით და ამ გუნდის საფუძველზე აკეთებენ ესენი განცხადებას. თქვენ ახლა ჩვენ სამხედროები ვართ, თქვენ სამხედრო ხართ, მეც სამხედრო და წლებია ვიმსახურებთ და ვიცით და ყველა ომები გვაქვს გამოვლილი რა, ფაქტიურად და ყველა პროცესები თუ რამე დატრიალებული ამ ქვეყანაში და საერთოდ საქართველოს თავდაცვის ძალების ირგვლივ ყველა ნაბიჯებში და ყველა ესე იგი ამ ფერხურში ჩაბმული ვიყავით რა აბსოლუტურად და ვიცით აი ზედმიწევით ვიცით იქაური ატმოსფერო, იქაური ამინდი, იქაური რომ მეტყვი ფიქრი, სუნთქვა, ყველაფერი კარგად ვიცით, მაგრამ გამოვრიცხავთ, აი მეც ახლა თქვენ იმიტომ გეკითხებით, იმიტომ მოგიწვიათ დღეს თქვენ ჩემთან სტუმრად, რომ რადგან ეს საკითხი ეხება თავდაცვის ძალებს და რადგან ეს საკითხი ეხება სამხედრო კონტინგენტს, ეხება იმ შემადგენლობას, რომ იმ ადამიანებს, რომელმა ადამიანებს მიცეს საფუძველი ხაზარაძეს და სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების გაკეთების უფლება, ხო? ალბათ არის რაღაც ეგ, ხო არსებობს, როგორ ფიქრობთ თქვენ? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. ეხლა რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, ხო? ცხადია, საფუძველს მოკლებული არ არის. ეხლა ჩვენ ნახეთ, ხო, რამოდენიმე პირი, რომელმაც სამოქალაქო პირები იყვნენ ისინი, რა თქმა უნდა, მაგრამ რამოდენიმე განაცხადა ღიად. ისინი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ავიცი, მთელი ისინი არიან. იმიჯნებოდნენ, ხო, ამ გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებულ გადაწყვეტილებას სინამდვილეში რას ემიჯნებოდნენ ჩვენ რომ ამათ გამოვკითხოთ აბსოლუტურად საერთოდ სხვაგან არიან ვიდრე რეალობასთან ახლოს. მაგრამ ესენი ვინ არიან? მათმა მხარი დაუჭირეს ძალადობას. ანუ საინტერესოა ესენი ვინ არიან კონკრეტულად რას წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში
სამხედრო მუნდირის ქვეშ ვინც არიან, ესენი არც ერთი არ არიან ეგენი. და კონკრეტულად უნდა ითქვას, სად აი რომელ დეპარტამენტებში, რომელ სამსახურებში მუშაობენ ეს სამოქალაქო კადრები, აი ვინც თქვა ეს პიროვნებები. ესენი არიან ზუსტად ნატოსთან თანამშრომლობის, ევროატლანტიკურ ალიანსთან კავშირში მყოფი, ეს იქნებოდა კავშირგაბმულობის ხალხი თუ იქნებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ხალხი თუ კიბერ დეპარტამენტის იგივე, ანუ ერთი და იგივე. ანუ ეს სერიოზული თანამდებობები არის, ბატონო გია. კი ბატონო, თანამდებობები სერიოზულია, რა თქმა უნდა. და თვითონ დეპარტამენტების სერიოზული დეპარტამენტები არის. ჩვენ ვიცით წლების განმავლობაში, მეც კარგად ვიცი და თქვენც. დიახ. რომ ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ჯარის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ჰქონდათ ამერიკელ სამხედროებს, ინსტრუქტორებს და დღემდე აქვთ უდიდესი გავლენა, ხო? კი. მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი თავიდან რო ავიღოთ, დავიწყოთ წვნისა და აღჭურვის პროგრამით, ეს იყო ამერიკული პროგრამა. კი, ბატონო, ჩემ დროს. თავიდან ბოლომდე თავისი. კი, ჩვენ ერთობლივად ვატარებთ. დიახ, იყო ამერიკული პროგრამა. ამას გარდა შემდგომ უკანასკნელ წლებში ნებისმიერი გადასროლის წინა მომზადება, აი მაგალითად რომ ავიღოთ, ხო, ჩვენი ყველა თითქმის ყველა ქვედანაყოფი არის უზარმაზარი რაოდენობა 30000-ზე მეტი სამხედრო იყო ჩვენი მათ შორის ეს მისიების კონტინგენტი. კი ბატონო. მისიების კონტინგენტი. საერთაშორისო მისიებში ვინც მიიღო მონაწილეობა მათ წვნაში, ანუ გადასროლის წინა მომზადება. მოდი ჩამოვთვალოთ იმას საზოგადოებას. კოსოვო, ერაყი, აფრიკა, ავღანეთი. კი ბატონო, აი ამ ყველაფერში გადასროლის წინა მომზადებაში ჩვენი სამხედროების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ სწორედ ეს ადამიანები, ამერიკელები. ინსტრუქტორები. მათი გავლენა, რა თქმა უნდა, დიდია და ის კონკრეტული ადამიანები, ვინც მათ სპეციალურად შეარჩიეს მათთანვე ოფისში სამუშაოდ, ესე რომ დავარქვა. ეს ოფისად განიხილავდნენ. რა თქმა უნდა, ეს ოფისია. განყოფილებებს. კი ბატონო. ხო, აი ის ადამიანები არიან ზუსტად ვინც დაწერეს და იქიდან არც ერთი არ არის ჯარისკაცი, რომელმაც პიცი დადო ქვეყნისა და ერის წინაშე, ხო? ესეთი ჯარისკაცი არ არის. და არც იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ვინ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ფიც გატეხავს, ჯერ ეს ერთი, ყველაფერს თავი დავანებოთ და მე მეორე, ხაზარაძის დაძახილზე საერთოდ როგორ უნდა მოხდეს. რომ ბრძანა, ანუ რას მოუწოდა, აი წარმოიდგინეთ, რა დონეზე არიან ესენი გასულები, ესე იგი ბრძანების შეუსრულებლობაზე მოუწოდა ჯარს. ამას ჯართან საერთოდ რა საქმე აქვს ამ უსინდისო ადამიანს? ეს არისო ჯარი რო უკრაინის ომი რო დაიწყო. უკრაინის ომი რო დაიწყო, თვითონ რო ჩაბრძანდა იქ უკრაინის დროშა შემოხვეული უკრაინაში, ვითომ ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული დახმარების და აქ ჩვენ მათივე დაფინანსებით თავისივე საკუთარ ტელევიზიაში ჩვენ ხედავდით აი ნაც სამხედროებს, რომლებიც გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ ჩვენ სამხედროებს, როგორც მოქმედებს, ასევე ყოფილ სამხედროებს, რომ წასულიყვნენ უკრაინაში და ებრძოლათ და ჩვენ ძალიან ვიცით, რომ ძალიან ბევრ მათგანზე მოახდინეს, რა თქმა უნდა, გავლენა კიდევაც წაიყვანეს და თუ არ ვცდები 50 არის გადაცილებული მსხვერპლი. 75-მდე არის უკვე. ხო. ესე იგი ეს რას ნიშნავს? რომელმა აიღო ჯერ ამაზე პასუხისმგებლობა? არავინ, ხო? ერთი სიტყვა არ დაუსველებია იმ ხაზარზე. არც ეს იმას ოპოზიციური იმას. არ დაინტერესებულა საერთოდ არც ოჯახები და არც ოჯახები, მათი შვილები როგორ იქნებიან, ხვალდაზე რა მომავალი ექნებათ იმათ. კაი, ეს ერთი თემა. ეხლა მეორე კიდე ესე იგი ახალსაყალიბებს, ესე იგი ახალი სისხლი უნდა. ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა აი პირდაპირ ეყრდნობა ჩვენი საპოლიციო და თავდაცვის ძალების სიძლიერეს არის დაყრდნობილი, ხო? ხვალედაზე ღმერთმა დაიფაროს რაღაცა რომ მოხდეს, იმათმა უნდა გააკეთონ და ეს რას მოუწოდებს? ჯერ აი რამ ყველაფერს თავი დავანებოთ, აბსოლუტურად ყველაფერს. აი იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც ეხა აღარ მინდა რომ თქვა, საკუთარი სახლები გააყიდინეს პროცენტიან ვალებში და ხელფას ვერ იღებდნენ ჯარისკაცები ზუსტად მაგ TBC ბანკის ვალების გამო. TBC ბანკი უყადაღებდა ხელფასებს და იმ ჯარისკაცებს მოუწოდებს, აი მაინტერესებს ერთი, გამოვიდეს ეს ხაზარაძე და ჯაფარიძე და ახსნან, განმარტონ, რომ ჯარისკაცები, რომლებიც დღესაც მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში უხელფასოდ, ხელფას რო ვერ იღებდნენ იმის გამო, რომ TBC ბანკმა დაუყადაღა ანგარიშები, აი იმ ჯარისკაცებს რა პირით მოუწოდებ. და როგორ ფიქრობ საერთოდ, როგორ წარმოუდგენია, რომ ჯარისკაცი ვის უნდა ემსახურებოდეს, ანუ იმას ხაზარაძეს და
ვიღაცა ჯაფარიძის მითითებებს უნდა ასრულებდეს? ესე ფიქრობენ? ესეთი ქვეყანა უნდა. ასე წარმოუდგენიათ მათ, ასე წარმოუდგენიათ. კი ბატონო, ესეა. აი იცით რატომ არის ესე? იმიტომ რომ არც თვითონ, არც თავისი შვილები, არც ერთ ომში არ ყოფილან, არც ჯარში არ უმსახურიათ, არც აპირებენ, არც შემდგომში აპირებენ მსახურს, თორე ხაზარაძეს ძალიან მშვენივრად ყავს. ბიჭი ყავს, როგორც ვიცი, მე ჯაფარიძესაც ყავს. რომელი გვინახე, აი ჩვენ რომელი, აი ჩემი ცხოვრების პერიოდში მე არ გამიგია, რომ ხაზარაძის შვილი როდისმე ჯარში წასულიყო. თითქოს ნახევარზე მეტი ცხოვრება ჯარში გაატარე. თელი შენი ახალგაზრდული ცხოვრება. თუ რამე წელს ვიყავი რომ წავედი. მეცა თელი ცხოვრება ჯარში ვარ, ახლაც ჯარში ვარ. ეხლაც ჯარში ვარ. რა თქმა უნდა. ჩვენ მუდმივად ვარ. ხო და ესეთი აღარ ვიცი, აი ყველაფერზე ნამუსზე და სინდისზე და ზნეობაზე და მორალზე ხელის გადასვება როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს და თან გამოსვლა საზოგადოების წინაშე ამ მოწოდებებით, რომელიც არის საერთოდ აბსურდული. ეხლა ბატონო გიორგი, თქვენ შეეხეთ სხვათა შორის ძალიან ისეთ თემას, რომ ბოლომდე უნდა მივცეთ ინფორმაცია საზოგადოებას. აი TBC ბანკის ვალებთან დაკავშირებით, სადაც მთელი თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის თითქმის 80% მიბმული არის კრედიტების სახით TBC ბანკთან და მე რა ინფორმაცია მაქვს. და რატომ გააკეთა ხაზარაძემ ეს განცხადება და რატომ აქვს ხაზარაძეს იმის იმედი, რომ დაუშვათ ჯარი არ მივა ინაუგურაციაზე და ჯარი დაუდგება მათ გვერდით. მიდის კულუარულად მოლაპარაკებები მიდის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობასთან ხაზარაძის მხრიდან შრომავლის სახით, რომ თუ თქვენ დადგებით ჩვენ გვერდში და ბოლომდე თქვენ იქნებით ჩვენთან TBC ბანკის რომელიც თქვენ გაქვთ ვალები სულ ყველა იქნება ანულირებული. აი ეს ვაჭრობა მიდის. რამხელა სიბინძურეს აკეთებს ეს ადამიანი. აი ხო არა მე მაქვს ეს ინფორმაცია ხა მე რო ვიტყვი ხო მე რო ასას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. აი რამხელა სიბინძურეს აკეთებს ეს ადამიანი იმისთვის რომ ქვეყანაში სისხლი დაღვაროს. ეს მისაშია საქმე. იმისთვის რომ ქვეყანაში არიოს მდგომარეობა. თქვენ მართალი ბრძანდეთ ბატონო გიორგი. ჩვენ რომ სანგრებში გძინავს ზემოდან გვაწვიმს ფეხი გვისველდება და ტყვის ზუზუნები ქვეშა ვართ ხო? ეს ნაძირალა მაშინ, ეს არამზადა კაცი მაშინ ხო? ხალხს ატყავებდა საქართველოში აქ და ხალხს ატყავებს საქართველოში აქ. ეს მისაშია საქმე. მეცაც გეტყვი ხალხო, მე თქვენი მიკვირს. მე თქვენი მიკვირს ადამიანებო, რომელმა ადამიანებას ხაზარაძეს ხმა მიეცით და საერთოდ ჯაფარიძეს ხმა მიეცით და ხარი დაუჭირეთ ხალხო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს თქვენ დაუჭიროთ ხარი და ასეთ პოლიტიკურ გუნდს და ძალას დაუჭიროთ ხარი, რომელი პოლიტიკური ძალაც მიისწრაფის სისხლის ზღვრისაკენ, მიისწრაფის კაცისკვლისაკენ, მიისწრაფის ომისთვის და ომისის უნდათ ქვეყანაში პროვოცირება 2008 წელს მე და გიორგი რო წინა ხაზზე ვიდექით იქ და მოწინააღმდეგე მხარეს ვიგერიებდით ხაზარაძემ ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ხაზარაძემ მაშინ TBC ბანკის ცენტრალურ ოფისთან 2 კამაზი მიაყენა, 2 კამაზი დატვირთა ფულით, ძვირფასეულობით და ოქროთი და გადაიტანა ბაქოში. ბაქოში დახვდა იქ ბაქოს საბაჟოს უფროსი და სანამ აქ სიტუაცია არ ჩაწყდა და მანამდე ეს ავტომობილები, დატვირთული ავტომობილები ბაქოს საბაჟოს უფროსის ეზოში იდგა. აი ნაძირალას ეს ფული რო გამოეყენებინა ჩვენი დაჭრილი ბიჭებისათვის, იმ გაუბედურებული მოსახლეობისათვის და იმ მართლაც რომ იტყვი განადგურებული ქვეყნისათვის ხო? მან აი კრუხივით მოაჯდა, და მეცაც გეტყვით კიდევ ამის შემდგომ, როდესაც ეს ფული უკან დაბრუნდა, შემდგომ დაიწყო მან აი ამ მოსახლეობის მიმისათვის რომ პროცენტები შეეჩერებინათ ხალხისთვის ომი იყო ქვეყანაში და საომარი მოქმედებები იყო ქვეყანაში, პროცენტები შეეჩერებინა პირიქით მან ეს არ გააკეთა და აი სწორედ ამან გამოიწვია ამ პროცენტების არ შეჩერებამ, რომ ამ ადამიანებს წაართვა ბინები, წაართვა ბიზნესები, წაართვა უძრავი ქონებები. ეს გააკეთა ხაზარაძემ. პატიმრების ოჯახებს ჩაადებინა ფული, რომელი პატიმრების ოჯახები მზად იყვნენ იმისთვის, რომ თავის შვილები დაეხსნათ იმ უბედურებისაგან, იმ კონცლაგერებისაგან და ფულები ჩაადებიეს, ისა ბანკებში ისინი ჩაადებიეს, ბინები ჩაადებინეს, და შემდგომ ეს ბინები წაართვა იმ ადამიანებს და ბევრი შემდგომ გარდაიცვალა
გულის ავადმყოფობით რო აღარ დაიხსნა ბინა, იმიტომ რომ გაუზარდა საპროცესო განაკვეთები და ამიტომ ეს ადამიანები დარჩენ ქუჩაში. ხო, მეცაც გეტყვით, ეხლა რას აკეთებს ეს ადამიანი, ხო? ეხლა ხალხო რას აკეთებს ეს ადამიანი და ფულს სადებს, იცით თქვენ? ფულს დებს იქ, სადაც ესე იგი ჩვენი ქვეყანა უნდა წაბილწოს. ტრანსგენდერების საღამოებს აფინანსებს. ხალხო, ტრანსგენდერების საღამოებს აფინანსებს, ბილწავს ამ ქვეყანას. და ამ ქვეყანას ბილწავს ისეთი, ესე იგი რომ მიტყვი, ტემპით და ისეთი მასშტაბებით, რომ პირდაპირ აი და პირდაპირ აი აფინანსებს ამ რაღაც სიბინძურეებს და მე ვთხოვ, რომ აჩვენოთ კადრები და ნახოთ რას აკეთებს ხაზარაძე და ვის აფინანსებს ხაზარაძე და რა ესე იგი რა ღონისძიებებს აფინანსებს ხაზარაძე. ეს ვანახოთ მაყურებლებსო, კიდევ ერთხელ ნახოთ მაყურებლებმა ვინ არის ეს ადამიანი. აი ახლა ამ კადრების ახვის შემდგომ აი ეს რაც თქვენ ახლა იხილეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხო? ეს ამას აკეთებს ხაზარაძე. ამდენი სიბინძურეები აქვს გაკეთებული ამ ადამიანს. ამდენი ესე იგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია გადადგმული, ხო? როგორც ინდივიდუალურ პირებთან, ესევე სახელმწიფოსთან. დღეს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგეს ნაბიჯები ამ ადამიანმა, ხო? მოუწოდა პირდაპირ. სალომე ზურაბიშვილი, ეს ქალი, ეს სულელი, რა უნდა უთხრა, მართლაც გიჟი ეს ქალი, კაცო. არა, ამას გარდა. ეს არ არის ეს ნორმალური უკვე ეს ამ ადამიანის სასწრაფო იზოლაცია უნდა გააკეთოს, ბატონო გიორგი, იმიტომ რომ რა დააწყავს მაგას twin-ში კიდე ზურაბიშვილს, ხო? კაცმა არის ეს გამოვიდა და პიტა ულტიმატუმი დაუყენა იმას ხელისუფლებას, კაცო. რა მე აი რას ამბობს, ხო? წარმოიდგინე 29-ში მას ვადა ეწურება. ომ დამთავრდა 29-ის მერე აღარა ის პრეზიდენტი, ხო გია? აღარ არის, ხო? უკვე არის ყაველაშვილი პრეზიდენტი. წავა შესაბამისად, წავა. ეს გადადგამს იმ სულელულ ნაბიჯებს, რომელიც სულელულ ნაბიჯების საფუძველზე რომ ქვეყანაში უნდა არიოს სიტუაცია და დაიძაბოს მდგომარეობა და დაიღვაროს სისხლი. მით უმეტეს ამისკენ მიდის. მაგრამ ჩვენ ნახეთ ხო წინა დღეებში, ანუ გუშინ წინ მის წინ ხო ეუთოოდილის დასკვნა, იმ დასკვნაში შესაბამისად იყო ძალიან კარგად აღწერილი, შავი თეთრზე წერია, მე ხა არ უყუროთ, არავინ არ დაუჯეროს რომელიმე ტელევიზიის მიერ კონკრეტულად ნათარგმნს, იმიტომ რომ ესენი ჟურნალისტები არ არიან, ესენი არიან მხარე და თარგმნიან იმას, რაც საერთოდ არ არის, ვინც იცის ინგლისური კითხვა, წერა კითხვა და ვინც იცის ინგლისური ენა, წაიკითხონ, ინგლისურად არის ის ტექსტი შედგენილი, შესაბამისად ძალიან კარგად არის ახსნილი, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, იქ მითითებულია, რომ იყო გარკვეული გადაცდომები, კი ბატონო, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა. აი ეს იყო ეუთოოდილის დასკვნა. ეხლა ამათ რაც არ უნდა თქვან, როგორც არ უნდა მიუდგნენ, არ იქნება ეს რიგარეში არჩევნები, ეს არის გამორიცხული, ეს ერთი მხრივ. მე მეორე მხრივ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხო? რამოდენმე 1000 ადამიანის მოთხოვნა, ხო? როდესაც 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ღიად დაფიქსირდა, რომ აგერ ხელისუფლებამ, ახლანდელმა ხელისუფლებამ აი 54%. კი ბატონო, ეს უტყვარი ხმა არის, გას. ეს უკვე დამთავრებულია და მე რავი, ჩემი აზრია ესეთი ამასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანებიც ხო როგორიც არ უნდა ცუდი იყოს ეს მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია ჩვენ ვიცით ხო ისინი რაც არიან და არაერთ დანახშაულში არიან ხილებული, მათ შორის საჟელები აქვთ მოხდილი ძალიან ბევრს, მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ესე და გარკვეულმა პროცენტმა მაინც დაუჭირა იმ ადამიანებს ხარი, ხო? რა ვიცი, მე მგონია, რომ იმათი პირადი პასუხისმგებლობაც არის, რომ იმ ამომრჩეველს, ვინც მათ დააფასა და ხმა მისცა, შევიდნენ და რისთვისაც ხმა მისცეს იმ საკანონმდებლო ორგანოში, იქიდან ემსახურონ და ეს აუცილებელიც არის და ესეც მოხდება. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი ძალიან მალე, აი მაქსიმუმს გეუბნებით, რამოდენიმე 2 თვეც არ იქნება. რომ ესენი აუცილებლად შევლენ, სხვა გზა არ ექნებათ. ცუდია, მე მაგი, ცუდი. ხო, საქმე რაშია, ყველაზე ცუდი რა არის? ცუდია, რომ მაგენი პარლამენტში შევლენ. ესენი რომ შევლენ, ცუდია თუ კარგი, ეს მეორე თემაა, მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ქართველი ხალხი აი ამ ადამიანებმა შეძლეს და რა თქმა უნდა, არა დიდი ნაწილი, მაგრამ ის 30% საკმაოდ ბევრია, რომელიც მოატყუეს, რომლებიც გამოდიოდნენ ახლა და როგორ კაცო ყველაფერს თავი დავანებოთ, შენ თუ აპროტესტებ რაღაცას, გააპროტესტებ, ინგიშლის პროტესტს, მაგრამ შენ ვერ გავიგე, მე რო გადასახადებს ვიხდი ყოველდღიურად და იმ ჩემ ნაყიდს, მაგალითად, ხერო დაირგო იქ, ჩემი გადასახადებით, სკამი რო დგას და ძეგლები რო არის და იმას რო აზიანებ და ანგრევ, კაცო და ეს შენობის ფასადები ჯიბიდან მიდის, ხო, ყველა ჩვენი ყველაფერი დააზიანეს. მთელი საქართველოდან, ხო? ეხა
ერთ საზოგადოების გარკვეულ ერთ ნაწილს აუფლება, კაცო, მოთავსდით ის თქვენი პროტესტი, მოათავსეთ კანონის ჩარჩოში, ხო ესე არის? კი ბატონო, მართლა. ჩვენს გავიპროტესტები აქციების მეტი რა გქონია, ხო? მაგრამ არ გამოგვიხატია იმ კანონის ჩარჩოებს არ გავცელილებთ. ეს არის პროტესტის ფორმა. და ამას უკვე პროტესტი აღარ ქვია, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და ამას შეფასება უნდა მიეცეს და მე დარწმუნებული ვარ. აუცილებელია. კი. ანუ ერთი სიტყვით რეალურად რას ჩვენს ქვეყანაზე ახლა უზარმაზარ გავლენას ახდენს, ხო? ის პროცესები დაახლოებით 1 თვე არის კიდე საჭირო, რომ დასტაბილურდეს, შედარებით დასტაბილურდეს. აგერ სალომეს გუშინ ჩამოუტარეს კახელებმა შილაფლავი და ბარემ გავაცილოთ სალომეც და რომ გავაცილებთ თავის შილაფლავიანად სალომეს, შემდეგ უკვე 1 თვეში დაახლოებით მოვა ერთი სხვა კაცი, რომელიც იძახის პირდაპირ, აი თქვენაირები რუსთაველზე რომ დარბიხართ, საერთოდ უნდა მოვაშორო ამერიკიდანო, აქედან ხო ჩვენ მოგაშორებთ და დღეს გააკეთა გაცხადება. ერთ კოპირდაპირ ტრამპმა. აი რადიო თავისუფლება თუ მაგას დადებდა, აი ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მაგას თუ იტყოდა რადიო თავისუფლება, რომ ტრამპმაო ტრანსგენდერები უნდა მოვაშორო. იდაბეთვა კაცო, არავით კანონი უნდა მივიღო, კაცო, კანონია. დამთავრებულია. ანუ თქვენი ბოგინი არის დამთავრებული და ეს ასე იქნება. მე დარწმუნებული. ეხლა ბატონო გიორგი, მე კიდევ მინდა ერთი თქვენ მისიები ახსენეთ, რომ ის თვისა და აღჭურის პროგრამა, რომელიც ჩემ დროს იყო და მე მონაწილე უშუალო შეხება მქონდა თვისა და აღჭურის პროგრამაში. მე რატომ მინდა ეხლა რომ იცოდეს საზოგადოება, რომ თითქოს და ამერიკელებმა მოკლედ თვისა და აღჭურის პროგრამა დააფინანსეს და ჯარი დააფინანსეს და მოკლედ ამ დაფინანსების საფუძველზე ჩვენ ამოვდექით ფეხზე. ეს არის ყველაფერი ტყუილი. კი ბატონო. მე ვარ უშუალოდ მონაწილე და მე ვიყავი მაშინ თანამდებობაზე, როდესაც ეს პროგრამა მიმდინარეობდა. თვისა და აღჭურის პროგრამაზე, რომელზეც გამოყვეს თანხები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო? ეს თანხები იყოს თავიანთი ოფისებისთვის გამოყოფილი. შესაბამისად რა გააკეთეს მათმა? თავიდან. სულ თავიდან პირველმა ამერიკელმა სამხედრომ 95 წელს ოდაც დააბიჯა ფეხი საქართველოში. ამერიკულმა გვარდიამ გააკეთა რეზერვის გამოწვევა. რეზერვი გამოიწვია, თავიანთი რეზერვი. აი ეს რეზერვი, როგორც არის კანონით გათვალისწინებული, იქ გაიარეს ორთვიანი მომზადებები და შემდგომ ეს რეზერვი გამოუშვეს ჩვენთან ინსტრუქტორების სახით. და ეს რეზერვი რა ხელფასებულობდა, იცი? აი ფინანსებს, რომელი ფინანსების იყო გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების თვისა და აღჭურის პროგრამისათვის. აი ამ ხელფასებს ღებულობდნენ ისინი, ამ ფინანსებს ღებულობდნენ ხელფასებად. აი რა გააკეთეს ახლა ამერიკელებმა, ხო ხედავ, ის უმუშევარი ხალხი, ის რეზერვი, რომელიც ყავდათ იქ და არაფრის მქონე და არაფრის გამკეთებლები, წამოპლაგულები იყვნენ იქ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კისერზე იყო შემომდარი, ხო? ხო სახელმწიფო მაგას გქონდეთ. ისინი გამოგვიგზავნა აქეთ და ის ფულები, რომელი ფულების, გაიგე, თითქოს და ჩვენ გვახმარდნენ, იმ ფულებით მისეს ხო ხელფასი ეს იყო. აი ეს იყო სწორედ მათი ახლა რო გვაკვედრებენ რომ აი ამ დონე მოგეცით, აი ამ დონე მოგეცითო, ხო? აი ეს ახლა ჩვენ რო დავასახელეთ, ახლა ბატონმა გიორგიმ დაასახელა, კიდევ ვაგერ ოფისები ახლა. აი მათ ოფისებს ხმარდება ეს ყველაფერი. მათ უმუშევარ და უსაქმურ ხალხს, რომლებიც ჩვენ ახლა სამხედრო ინსტრუქტორებად მოგვავლინეს. მე გეუბნებით ამათ პირადად რატომიცი მე მქონდა შეხება და მე ვიყავი მაშინ იმ დროს თანამდებობაზე და უშუალოდ მე ვიცი ეს ყველაფერი დეტალებში და იცი როგორი დონის ისინი იყვნენ გამოწვეულები სამხედრო კონტინგენტი? აი ჩვენი ჯარისკაცის ცოდნა ჯობდა იმათ დონეს. ისინი იყვნენ რაღაცა დაფრინავდნენ, აზიარი იყვნენ და რო ნახეს ეს რუსული ტექნიკა T-72-ები და ესენი გაგპირდაღებულები უყურებდნენ, გაიგე და ჩვენი ჯარისკაცების მომზადება რო ნახეს იალგუჯის პოლიგონზე, ხო? იქ ვატარებით ჩვენ ცნეს ვატარებით, ხო? ერთი კინკლაძე მყავდა ჯარისკაცი, დიტო კინკლაძე იყო, სპორტსმენი იყო, ძლიერი ბიჭი იყო, გაიგე და დაკუნთული იყო და ნახლა ერთ ამერიკელმა და აი ზემოდან დაუწყო ხურება რა, შავკანიანი იყო, გაიგე და ეგ დიდთავიანი და რაღაცა და თან დიდი იყო და ბიჭო, მოკლედ ესე იგი ამცირებდა რა და მოვიდა ჩემთან და მითხრა ასე არა ავქნაო და მოუთხარი რა უნდა ქნა მეთქი მაგის დედაცვატები მეთქი მაგათი დასამცირებელი ლაქჭის მე ხას ტექნიკურად გავაკეთებ მეთქი მოდი დაგაჭიდებ მეთქი გაიგე რომ მე თხა დასამოდამ ხმა ჩავა ისი არა მეთქი ამ კონკურს რაღაცა ჩავატარებ გავაკეთე ეს გაიგე და აი ესე რომ დაბზიალა გაიგე ჰაერში ეს ვიღაცა მაიმუნი ამერიკელი გაიგე თავი ჩარჭო იქ აი ამ ხელა დახეთქი გაგანი აგვისტო იყო გაიგე იალგუჯაზე ხო ის გამხელა აბერა მე ის
დახეთქილი მიწევი და თავი ჩაარჭოი, კაიგე და მისფერია არც ერთ ამერიკელს აღარ მოუღია, ხმა, კაიგე, იმ ვითომ ინსტრუქტორებს, კაიგე და ამით ესე იგი ჩვენ მოვაკეტიეთ მათ, კაიგე. ესეთი კონტინგენტი ესენი და აი თანხები, რომელი თანხებიც ხარდებოდა ვითომ საქართველოს მათ მიქონდათ და არა, სინამდვილეში ახლა მაგის მიზანი, მაგ პროგრამის მიზანი რა იყო? ანუ თავიდან რო დავიწყოთ, ხო? ანუ შერჩეული იყო ამერიკა ერაყში ომობდა უკვე. კი. საწყის ეტაპზე იყო, ასევე მაშინ მოხდა კოსოვოში სამშვიდობო ძალების. კოსოვო, ესა მალი, აფრიკაში, რავი, ყველა მიზანი ეგ იყო, რომ გადაითვალეს თანხები. ერთი ამერიკელი ჯარისკაცის მომზადება, შემდგომ გადასროლა, შემდგომ მისი შესრულება, ჩამოსვლა და მისი რეაბილიტაცია ჯდებოდა. კომპენსაციები მთელი ისე მილიონები ჯდებოდა. 1.200.000 ჯდებოდა ერთი ჯარისკაცი. შესაბამისად, ჩვენ ჯარისკაცებს ხო ძალიან მარტივად, ძალიან მცირე თანხებით ამზადებდნენ. ხელფასი მოგეხსენებათ საშუალოდ რო ავიღოთ $1500-ზე მეტი იქ არავის არ ქონია არც. აქ იყო მაშინ $600 ლარი იყო იმ დროს მე მახსოვს. აი აგიხსნით. $600 ლარი იყო და იქ რომ მისიაში რომ მიდიოდნენ ხო? გაორმაგებული იყო. აი პოლკოვნიკის თანამწოდებითაც არავინ არ წასულა მაშინ. და ეს ხელფასი მაინც ბაბადია გიორგი ეს ხელფასის მე ჩვენი ბიუჯეტიდან მიდიოდა. ჩვენი ბიუჯეტიდან. თუნდაც მისიების. რა თქმა უნდა და პოლკოვნიკის წოდებითაც არავინ არ წასულა იმ დროს მე უგულისხმობ ბრიგადაზე ქვემოთ კი გეთახმები და მაქსიმალური ანუ პოლკოვნიკის წოდებით ვინც იყო და თანამდებობით ყველაზე მაქსიმალური ხელფასი იყო $2000 და საშუალოდ იყო $800-დან $1000-მდე ჯარისკაცის სერჟანტის კი ბატონო დაბალი ოფიცრის კი ბატონო ხელფასი ხო ამაზეა საუბარი ანუ ჩვენი ჯარისკაცის გადასროლა თავისი მომზადებით, წვნისა და აღჭურვის პროგრამით ამ გადასროლის წინა მომზადებით, თლიანად ჯამში ჯდებოდა დაახლოებით $15,000-20,000 ერთი ჯარისკაცი. იჯდებოდა $1,200,000. ყველაზე იაფასიანი ჯარისკაცები ვიყავით. აი ამაზე არის საუბარი და აი ამის გამო გააკეთეს ის. ამერიკამ ის კი არ გააკეთა, ხა ამათ გონიათ, რომ ვიღაცამ დღეს შეიძლება კიდე ვიღაცას ექთაბეჭდილება დაჩესვა ამერიკა აკეთებდა იმიტომ რომ ჩვენი ჯარი გაეძებნა. არა რას ამბობ შენ? მიზანი იყო ის რომ თავის საკუთარ საქმეში გამოეყენებინა იაფად. მე თვითოული ანუ ჩვენი მებრძოლი ხო რამდენი ჯარისკაცი აღუპებოდა ამერიკელს ხო? რამდენი და პროცენტულად ჩვენია მეტ დაღუპული. რა თქმა უნდა ჩვენი და უზარმაზარი რაოდენობა არის ხო? ხო და რამდენი დასახეჭრებულია დაჭრილი და ხალხი პირველ ჯგუფის ინვალიდები არიან და ეხა ვერ გავიგე აი ამ ყველაფრის მერე გამოდიან ამერიკელები და ჩვენ მოგვიწოდებენ ანუ როგორ ესე იგი ჩვენ რო ავირჩიეთ ანუ ქართული ხალხი გამოვიდა კონკრეტულად 2 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა და აქედან 1,160,000-მა მისცა ერთ კონკრეტულ პარტიას. კი ბატონო. ხო, სუდია, კარგია ეს დავანებოთ თავი. ხალხმა მისცა ფაქტია. დავანებოთ თავი ამ ფაქტია, ხო? ვინ არის, როგორ არის? მნიშვნელობა არ აქვს. 1,160,000-მა კაცმა აქედან უმრავლესობამ მისცა ხმა ერთ კონკრეტულ პარტიას. და იქიდან ესე იგი რას აკეთებენ? ანუ არაო, ეს არ არის ლეგიტიმურიო, ანუ ცდილობენ. დაორგანიზეს სახელმწიფო გადატრიალება მთელი NGO სექტორის, ანუ თავისი მიერ მართული NGO სექტორი იქნება და თუ ეს მაგალითად ის ხაზარაძე იგივეა დიდი ბიზნესმენები, კონკრეტულად ეს ბიზნესმენები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კონკრეტულად ანგლოსაქსებიდან იმართებიან, ერთია ჩვენ მათი დაფინანსება კოლექტიური დასავლეთიდან. კი, მათი დაფინანსება, ხო, მათი დაფინანსების მქონე ჩართეს ყველა და დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალება. უკვე მაიდანი დაიწყეს, კაცო. და გამოვიდეს საკუთარი, ანუ ბავშვები აგვიჯაყეს. ჩვენ ნახეთ, ხო, ის დაფინანსებული ტიპები სკოლებში შედიოდნენ, სკოლებში და ვერ გავიგე, კაცო, ეს რა უბედურება არის, ნინიას ბაღია თუ რა სკოლაში დღისით, ბზისით საგაკვეთილო სააღმრთელობითი პროცესი მიმდინარეობს და 6-7 წლის ბავშვებთან 8 წლის ბავშვებთან შედის ადამიანი და გარეთ გამოდი გაიფიცეთ. ბავშვებს ეუბნება. აი რა მდგომარეობამდე მიგვიყვანეს და ესენი არიან ჩვენი მეგობრები, კაცო კიდე? მეგობრები კი ამ ტრები არიან. ახლა ნახეთ, ბიჭო, მე კიდევ მათ უნდა იმასა შევახსენო, ან ყოველწუთში უნდა უძახო. ბიჭო, მან თქვენი თქმის არ იყოს ეუთოოდირმა თქვა რომ ჩატარდა არჩევნებიო. ხომ ჩატარდა არჩევნები და არავითარ გაყალბებას ადგილი არ ქონიაო. ესა დამკვირვებლები ვინც იყო ჩამოსულები ბატონო გიორგი ევროკავშირიდან
თითქოს სულ ყველა მეერთხმათ და ის კი არა გერმანიის წარმომადგენლებმა თქვა რომ ნეტო ესეთი ისადია ჩვენ მით პრინციპით ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები ამ ელექტრონული წესით რა კარგი რაღაც ყოფილა საერთოდ ყველანაირად რომ ის არისო რა დაცული არისო ხო ჩვენ ხო მრავალი განვიხილეთ ესე იგი მერე ეს ახლა ჩამოვიდა კიდევ აგერ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოროსანი ბავშვით რო იყო ოროსანი ბავშვით რო დავიდა ჩამოვიდა ხო იცი როგორ ესე იგი არიკა და უნდა გადაეყლება ხელისუფლება და თითი უნდა ასე და მუჭებუნე ერთხა ისინი არ შეხვდნენ თუ შეატყეთ არა მოვისმინე რატომ არ შეხვდნენ იცი იმიტომ რომ ამათ ის კადრები დაუდვეს ანახეთ ყველაფერი რასაც აკეთებდნენ ჩანაწერები დაუდვეს პირდაპირ აბა ნახეთო მოусმინეთო ხო ის იარაღია ჩვენეს გაიგე იმ რომელი იარაღითაც ის ხალხი უნდა მოეკლათ ხო ეს აჩვენეს ხო ის იერიშები ანახეს გაიგე რა მნიშვნელობა აქვს ის პილოტექნიკით გაკეთა იერიში თუ იმით გაკეთა ხო იგივე იერაღია ის იმით ხო დაზიანდა პოლიციელები იმის ის ხო შეიძლება რომელიმე პოლიციელი გარდაცვლილი იყო გაიგე და ძალიან ძიმე ჭრილობები მიიღეს ხო ისე უზარმაზარი დაზიანებები აბა რა ძიმე კი ბატონო მერე ბიჭო ანახეს ნახეთო აი კი ბატონო ჩვენო აი უთხრეს პირდაპირ უთხრეს მე მაქვს ინფორმაცია აგერ ნახეთ ეს ამის შემდგომ თუ თქვენ იმას იტყვით რომ ჩვენო არჩევნები გავაყალბეთ და ან ჩვენ ვიძალადეთ მოქალაქეებზე ხო კი ბატონო ჩვენ ხელები აწეული აი დაგემორჩილებითო ანახეს ისა რა ქვია თავიანთი მომხრეების მიერ ქვებს რო ისრულებდნენ რო ხდებოდა ჟურნალისტებს გაიგე და მათ შორის იმ გაფრინდაშვის თავიანთი მომხრეებიდან მოძალადეებიდან ანახეს ისიც გაიგე რო იქ ტv პირველის იმას რო დაესხენ ჟურნალისტებს თავზე და ოცნების იმას რო აბრალებდნენ რომ ეს ნაციონალების ის აღმოჩნდნენ ჯგუფები აღმოჩნდნენ მთელი მტკიცებულებები რიგი მტკიცებულებები დაუდვეს წინ გია მთელი რიგი მტკიცებულები გამოვიდა ეს ადამიანი და რა ეხნა ახლა უკვე ახლა რა განცხადება უნდა გაეკეთებია რომ მაინც პლანი ხარ თუ ოცნებას ეთყოდე თქვა ისიც როგორ თქვა იცი ძალიან გაჭირვები თქვა გაიგე ხომ მატყობდი რომ როგორ უჭირდა მას ამის თქმა ხო და მე ჟურნალისტმა დაუცვა ძალიან კარგად შეკითხვა ხო თქვენ ამბობთო რომ ახლა შეეხო მაინც იმ დაზიანებულებს და დაზარალებულ ადამიანებს და ესო გამოსაძიებელი და ეს არისო რაღაც ეს თქვა გაიგე მაინც ხო იცი საბოლომდე ახლა მაინც ისედაც მართლაც სიმართლეა ან მართლა უნდა გამოიძიოს მაგრამ ჟურნალისტმა რა უთხრა იცი თქვენ რატო არ საუბრობთო იმ დასახინჩრებულო იმ გაუბედურებულო და იმ დაზიანებულ პოლიციელებზეო და სპეცნაზელებზეო რომლებმაც მიიღეს დაზიანება მომიტინგეების მხრიდან ამაზე რატო არ საუბრობთ გაიგე და რატო არ ამობთ ამაზე არაფერს და ახლა იმას უკვე კუთხეში მიემწყვრე ამ ჟურნალისტმა და ბიჭო არ მეგონა თუ ასეთ ბრიყულ განცხადებას გააკეთებდა მეო ისაო არ მიმიღია მონაწილეობა და არ ვიყავია და ამიტომ ვერ ვიტყვიო და იმედა ჩაურტყა ვერ მაშინ იმ მომიტინგეები ვარენ და ასად გვერდზე უდექი იმათო გაიგე ასე გამოვიდა გაიგე ნუ ახლა ერთი სიტყვით რა არის ესე ერთი სიტყვით ის არის რომ ესენი არიან უკვე კუთხეში მიმწყრეულები აბსოლუტურად გინდა ის ევროკავშირის ის ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები გინდა აქაური ეს ისენი რა ქვია სექტანტები და აქაური ეს მოძალადეები და ეს ფუფალა მოწანწალე ეს გათახსირებული ქალი აღარა პრეზიდენტ მე ვერ უწოდებ აი მომკალით და ვერ უწოდებ ერთ თავარსალდას და აბადიეთ ბატონო გიორგი მარემ გაუყვეთ ამ ქრონოლოგიურად და ეს კიდევ ეს გამოდის ეს არაკაცი გაიგე ეს მაიმუნი ჭუჭუვაშაზე გაიგე ეს რა ნამუსით გამოდის დღეს ტელევიზიით და მე ამ საზოგადოებასაც მინდა უთხრა რომ ქუჩაში რომ დაინახოთ მიაფურთხეთ ამ კაცს ეს კაცი არის მისაფურთხებელი სახეში და წიხლია გამოსარტყამი ამ კაცს იმიტომ რომ თითოეული იმ ადამიანის ოჯახში ხო რომელი ოჯახში და ტრიალებს უზარმაზარი ტრაგედია ადამიანები რომლებიც არიან დაავადებული ონკო პაციენტებს შეეხო მაგით და ონკო პაციენტებს თქვა რომ ეს ხალხი აღარ არის საჭიროო გაიგე და უნდა დაწყდენო რა ნუ გააფინანსებს სახელმწიფო და ძვირფასოდ გთხოვოთ აჩვენოთ ეს კადრები და ნახოს და მოусმინოს ჩვენმა ტელემაყურებლებმა ვაშაძის განცხადებას, როდესაც ის კონფერენციაზე ამბობს ონკო პაციენტებთან დაკავშირებით და აი თქვენ მე არ მინდა რომ მარტო ვამბობდი ამას, მე იმიტომ გეუბნებით რომ მე საუბრობ ყოველთვის მტკიცებულებებით და აჩვენეთ ეს კადრებიც აჩვენეთ ეხლა ჩვენ ტელემაყურებლებს. ასოთ იმისა რომ სწორედ ფინანსები უკვე გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ეხლა ვასხავთ შავ ხვრელში უბრალოდ ამ ფულს რა, რატო? იმიტომ რომ კურნალობთ რას? მომაკვდავ ადამიანს, ხო? ანუ მაგალითად ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, კურნალობთ იმას რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით რომ ეს შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ეს ცხოვრება. აი ნახეთ რას ამბობს ეს ადამიანი და რა ესე იგი მოწოდება აქვს და რა ესე იგი ისა აქვს მიდგომა აქვს
ახლა ოკუპაციებს აღგზალავს დაფინანსებას, მერე ცეგებატიტის დაფინანსებას აღგზალავს, მერე ესა რა ქვია სხვა დანარჩენი პროექტი რომ არის ჯანდაცვის სამინისტროდან ეს პროექტები რომ არის იმას ნელა აღგზალავს გაიგე და მერე მოგდგება ჩვენ გაიგე და მე უნდა თვითონ დარჩენ მარტო ამ ქვეყანაზე ამის სასურვება აქვს მათ გაიგე თავების გარდა თავიანთი გარემოსთვის გარდა არავინ არ აინტერესებს ჩვენ უნდათ ყველა გაგვიშვათ იმაში, აი როგორც რასხოდი მატერიალო რა რო ეტყვია რუსულად, გაიგე. ეს აქვს მაგათ. არა ფაქტია, რომ ყოველგვარი ადეკვატურობის ზღვარი გადალახული აქვს, უკვე არ იციან რას ლაპარაკობენ, რას აკეთებენ. და ისედაც მოსახლეობაც აი თუ აკვირდებით, თუ ის მხარეც კი, ის მხარეც, აი მიუხედავად ყველაფრისა, რადიკალური მხარეა და უზარმაზარი დანაშაულებები ჩაიდენეს, ხო? ისინიც კი არ იღებენ ამ ადამიანებს. აი პირდაპირ აგდებდნენ რამოდენიმეჯერ ინციდენტი მოვიდა, ეხა აი რა ვერ წარმომიდგენია, იცი, აი თუნდაც დასავლეთის რა. აი რანაირად შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ კაცი აქციაზე დაცვით რო დადის. შენ მომხრეებთან მიდიხარ, შენ მომხრეებთან. თავისი ვინც აი თავის მომხრეებს თვლიან, თავისი პოტენციური მომხრე ვინც უნდა იყოს, იქ რომ მიდის აქციაზე და ჩხუბი მოსდის და წემენ. აი იმ ადამიანმა რომ გადატრიალება, აი რა დონის იმბეცილი უნდა იყო, რომ ის ადამიანი რომ გადატრიალებას მოხდეს, იმის დაიჯერო, ეს არის გამორიცხული, ყოველად შეუძლებელია და მე კიდე კაცო, ჩვენ ხო აღარა ვართ. მაშინ როდესაც გადატრიალება მოხდა, ხო იმ წლებში, ხო მოგეხსენებათ, არ ჯარი იყო, არ წყვავდა რეალურად ჯარი, ხო? არც პოლიცია არ იყო თავის დროზე, გვახსოვს რა სისტემა არ იყო, სახელმწიფო სისტემა არ ქონდა, ის არ ქონდა გამწარებული ხალხი იყო და მთელი სისტემა უკვე ფაქტიურად უპირისპირდებოდა უკვე ყველა სისტემას და ეს იმიტომ მოხდა მაშინ. და ეხა, როდესაც ჯარისკაცი ქვია პოლიციას, პოლიციელი სპეცრაზმელი, ხო? შეუძლებელია, აი კედელი რო არის, კედელი და კედელსო თავით დაეჯახები, თავი რო გაგიზკდება, ხო ამას ხო ეს ხო 2x2 4 არის არა და იმ კედელს რო ვერ გადაანგრევ. აი ეგეთი რამეა სახელმწიფოს რო ეტაკება 2, 3 და 4000 ადამიანი. რო ვერაფერს ვერ უზავს იმას, რა თუნდა ლაპარაკი. დაიზიანებს იმ ჩვენმა ბატონმა პირველმა პირმა შესანიშნავად ახსნა, ხო? ერთხელ თქვა, რომ ზიანდებიანო, ზოგი ციხეში მიდისო, ზოგი ესო და არ გამოვა არაფერი, ტყუილად მივეჭიდავებითო, არ გამოგივათ, იმიტომ რომ შეუძლებელია დავანებოთ თავი ყველაფერს. ერთხელ ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ხელისუფლებიდან თუ წავიდა საქართველოს ისტორიაში. ეს მე კი არ გეუბნებით უკანასკენ 30 წელიწადს, აი მანამდეც არასოდეს საქართველოს ისტორიაში. ერთხელ თუ ხელისუფლებიდან წავიდა, ის მეორედ ხელისუფლებაში აღარ მოტრიალებულა არასდროს. და ვერ თქვენ ვერ მოტრიალდებით. ყველაფერსო თავი დავანებოთ. ეხა ხვალეც რო ქართული ოცნება გამოვიდეს და აგერ მივდივართ ჩვენ და მოდით თქვენ მიხედეთ ქვეყანას, რო უთხრან, ხო? ნორმალური წესიერი ადამიანები არ დაუშვებენ იმას, რომ ხვალე სააკაშვილი მოვიდეს გახდეს პრეზიდენტი. რასამ მთელი საქართველო გამოვართ. ხო ამაზეა საუბარი. მთელი საქართველო გამოვართ, მაგას არ დაუშვებთ, კაცო. რაც არ უნდა ვთქვათ. აი მეტი პოლიტიკური ძალა არ არის ფაქტიურად და აქეთ ესენი არიან რო იძახიან, რომ არ არისო, ნაცები არ არიან. როგორ არ არიან? როგორ არ არიან, კაცო? აბა დავანებოთ თავი. გავანებოთ, აბა გადავწიოთ გვერდზე ოცნება და ვინ მოვა ხელისუფლებაში. ხო ესენი არიან. ეხა ხაზარაძე შენ და იმას მიშა სააკაშვილს რამეს დააცდი, ხვალვე გამოვა ვივამედიდან და დასაბამელი გახდება, მაგრამ მე ხო ვიცი რაც არიან, რა ხალხიც არიან, რა ხალხთანო გაქვს საქმე ჩვენ და რეები აკეთეს. ხვალე და ზეგ გამოუშვებენ, ზეგვე გამოუშვებენ მეგისა ქარდავებს და დანარჩენ თავის ამფსონებს. პროფესიონალ დონეზე წავა წამებები და მკვლელობები. პროფესიონალ დონეზე წავა და ეს უნდა გაითვალისწინოთ ახლა. მე თან ამ კვირების განმავლობაში არ ნახეთ კომენტარები, ღიად იწერებოდა პირდაპირ წერდნენ. აი ჩვენ ესე ვიზავთ, ესე გაგიკეთებთ, ესე გაგიკეთებთ. კაცო, ჩვენ ხო არ ვემუქრებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ამდენ უნდა ჩაგვექოლა, მაგრამ არ გავაკეთეთ, ხო? ძალიან ბევრი შეცდენილია, რა თქმა უნდა და ამათ არ ვეუბნებით არაფერს. კი ბატონო, თავისი აზრია დააფიქსიროს დილობიან კანონის ჩარჩოში. კი ბატონო, პრობლემა არა აქვს არავის, ჩვენ ხო არ ვიძახით, რომ გავანადგუროთ ეს ხალხი, მოვაშოროთ, არ გვჭირდება, გადავყაროთ. ამას ხო არ ვიძახით. და ანუ ჩვენ იმათ პოზიციას და იმათ არჩევანს იმ 30%-ისას, რომელმაც ხმა იმათ მისცა, პატივცემთ და ვითვალისწინებთ მათ აზრს და გვინდა რომ მათი წარმომადგენლების ხმაც ისმოდეს პარლამენტში და ესევე უნდა იყოს
იმათი მხრიდანაც, ანუ ადეკვატური ადამიანის პოზიცია უნდა იყოს ესეთი, რომ იმათი მხრიდანაც უნდა იყოს სწორედ ეგ მოთხოვნები, რომ ჩვენ რო ვითვალისწინებთ მათ აზრს, ისევე უნდა გაითვალისწინონ უმრავლესობის აზრი და უმრავლესობამ ქართული ხალხის უმრავლესობამ ვისაც დაუჭირა მხარი და მისცა ლეგიტიმაცია, პირიქით უნდა დაუდგნენ გვერდში და ესე დესტრუქციული ქმედებები კი არ უნდა ატარონ, პირიქით კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა გახდეს და რეალურად რაც მართლა ოპოზიციას ჭირდება, მაგრამ მოგეხსენებათ ესენი ოპოზიცია არ არიან. ესენი არიან დასავლეთის დონაციაზე და დაფინანსებაზე მყოფი აგენტურა, რომლებიც კონკრეტულად ასრულებენ აი ანგლო-საქსების დავალებებს ხო და იმართებიან უცხო ქვეყნებიდან. თქვენ ახლა ახსენეთ რომ პარლამენტში უნდა შევიდონ და პარლამენტში უნდა დაждინონ და შევლენ პარლამენტშიო, გაიგეთ და აუცილებლად შევლენ. ხო, მაგრამ ამის პირობას გაძლევ. არა, მე მესმის მაგი და მაგ დროს ვამბობ, მაგრამ ბიჭო, ამ წლის მანძილზე ჩვენ ხო კარგად დავინახეთ, მაგათი პარლამენტში ყოფნა რა მოგვიტანა, ხო? არასდროს იქ არა ყოფილა რაღაც გარკვეული კონსტრუქციული საუბარი და რაიმე კანონპროექტებზე საუბარი. ყოველთვის ცდილობდნენ რომ ნებისმიერ კანონპროექტი, რომელიც შედიოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხალხის სასარგებლოდ, ეს კანონპროექტები ჩაეგდოთ და გადაეყვანათ ესე იგი დაპირისპირების იმაში. ყოველთვის ამას ცდილობდნენ. არასდროს მე აი ჩემ მახსოვებაში, თქვენ მახსოვებაში არ გახსოვთ კაცო როდისფერ. ხო, მაგრამ ძლივს ეხლა ნახე, ბატონო გია, ძლივს ეხლა რაღაც გარკვეული პერიოდი პარლამენტი არის მშვიდად წყნარად და არის სრეულებიან იქინა საგნებს, არაგინებენ ერთმანეთს, არ მიდის თავპირისპირება და გარედან ესურია სამი. ხო, მაგრამ გასაგებია, მაგრამ დარბაზში უკვე მიეცა თვითონ პარლამენტარს იმის საშუალება, რომ იმუშაოს რეალურად იმ კანონპროექტებზე, რომელიც კანონპროექტების მოუტანს საზოგადოებას სარგებელს და სახელმწიფოს სარგებელს, ხო? არ გვინდა რა ეს პარლამენტში ესენი არის დასაჭერი სულ ყველა. კი ბატონო. ესენი დაეჭერონ სულ ყველა. ეგ დაპირება. შენ თქვენ რა გონიათ, რომ მაგერი პარლამენტში შევლენ, საპარლამენტო ცხოვრება ქვეყანაში იქნება სტაბილური? არა, არ იქნება. არ მგონია ეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ დაპირება სწორედ ეხა უკანასკნელად აი ამ არჩევნებზე, რაზეც ქართული ოცნების დამფუძნებელი გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რაზეც თქვა კონკრეტულად, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნიუნბერგის პროცესი მოუწყობდა და გაასამართლებდა, რა თქმა უნდა, იმაზეა საუბარი, ვის დანაშაული ჩაიდინა, თორე ჩვენ არ ვერჩით და არც დარწმუნებული ვარ, არც ბიძინა ივანიშვილი არ ერჩის ისეთ უბრალო ადამიანებს. ბიჭო, უბრალოს არ აგვიდა ჩვენ გასა. აქ იყო საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ადამიანის წამებაში ედება ბრალი და ეს მართლა გასასამართლებელი არის, ეს არის ბოროტი ძალა, რომელსაც არავითარი პოლიტიკური აქტივობის საშუალება არ უნდა მიეცეს და უნდა ჩამოშორდეს. ეს ეხება მათ შორის მედია საშუალებებსაც, ასევე იმ NGO სექტორსაც და ვნახოთ აგერ ჩვენ მაგისთვის მივეცით ლეგიტიმაცია, რომ სწორედ ეს განეხორციელებინა, რაც გთხოვა, ხო ეს იყო მისი თხოვნა, მივეცით ლეგიტიმაცია. კი ბატონო, აგერ ვნახოთ ეხლა როგორი მოქმედებს, ჩვენ ვცდილობთ რომ ხელი შეუწყოთ ყველანაირად რომ ქვეყანა განვითარდეს და დააღწიოს თავი იმ საფრთხეებს, რა საფრთხეების დღეს მის წინაშე დგას. ბატონო გიორგი, ჩვენ დრო ამოიწურა, მადლობა მომბრძანებისათვის. სასიამოვნოა ჩვენი მაყურებლებისთვის, თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ძალიან კარგად და ძირფეს ვეანახსენთ ყველაფერს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ მინდა რომ გთხოვოთ და კიდევ ერთხელ მინდა მარტო ჩვენ ვინც გვიყურებს, მარტო მას კი არა, ყველა სრულიად საქართველოს იმ ადამიანებს რომ ცოტა ყველამ დავდგეთ იქ და გავერთიანდეთ ეხლა და ამ ერთიანი ძალით გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. 29-ში აპირებენ კიდევ ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ესენი მზად არიან დაღვარონ სისხლი ქვეყანაში და ესენი მზად არიან სწორედ 29 არის გადამწყვეტი. 29 არის უკვე მათი რომ მეტყვი აი კისრის და მათი რომ მეტყვი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული. და ამიტომ ჩვენ გონიერება მოვიკრიბოთ და არ წამოვიღოთ არანაირ პროვოკაციებზე და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს მარტო ხელისუფლების მოვალეობა არ არის, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვეხება ეს, ჩვენ ქვეყანას ეხება, ჩვენ წვენას ეხება, ოჯახურ სიწმინდეებს ეხება, ერს ეხება, ბერს ეხება და ჩვენი წინაპრების მონაპოვარს ეხება. ამიტომ ერთად გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, კარგად ვადებოდეთ, მოვარ შეხვედრამდე.